საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტევის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდიავა, ახალ ამბებში ნახავთ. მსვლელობა სააკაშვილის ბანერებით დაპირისპირება აქტივისტებში და სამომავლო გეგმის გარეშე დასრულებული შეკრება. 8 ოპოზიციური პარტიის ორგანიზებული აქციის ფიასკოს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც აღიარებენ. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული, სასტიკად დარბეული და ნაცემი მომიტინგეები, ასობით დაშავებული და 4 გარდაცვლილი. რამდენად ლეგიტიმურია 2011 წლის სისხლიანი 26 მაისის ორგანიზატორების მხრიდან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბარი. პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე. დიპლომატიის აკადემია მომავალი დიპლომატებისთვის მთავრობის ინიციირებულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო. რას ითვალისწინებს ინიციატივა? მაკროეკონომიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის პროგნოზი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2025 წლის ანგარიშში წარსდგა. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ნათია თურნავა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის მეორე დღე და ვიზიტორებით სავსე საქართველოს პავილიონი. როგორ მიმდინარეობს ITB China 2026 პირდაპირ ჩართვა შანხაიდან. ოპოზიციის პოლიტიკურ განაჩენად შეფასებული აქცია და ჩეხი ინსტრუქტორის ჩავარდნილი სცენარი. 26 მაისს გამართული საპროტესტო შეკრება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გარე დავალებებით მოქმედ პარტიებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მედიაში წინასწარ გასაჯაროებული ბლაჟევიჩის გეგმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ ზედმიწევნით შეასრულა, თუმცა მუხტის აწევა მაინც ვერ მოახერხა. მსვლელობა სააკაშვილის ბანერებით დაპირისპირება აქტივისტებში, манипуляცია სოციალური თემებით და ფსევდოპატრიოტული გზავნილები. რამდენიმე თვიანი მობილიზაციის შემდეგ გამართული აქცია რამდენიმე საათში სამომავლო გეგმის გაჟღერების გარეშე დასრულდა. ანა შანიძე დეტალებით. გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ოპოზიციის პოლიტიკურ განაჩენად შეფასებულ დღეს 8 პარტიამ შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო. უცვლელი აქტორებით და ტრადიციული ბანერებით მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება მსვლელობის მთავარი ნაწილი გახდა. რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ გზაზე ექს-პრეზიდენტის პორტრეტი იმ ოპოზიციონერის გვერდითაც კი აღმოჩნდა, ვისაც მის მიმართ სიძულვილის საჯაროდ არაერთხელ გამოუხატავს. მსვლელობისას გამოჩნდა ისიც, როგორი დამოკიდებულება აქვთ ხალხის, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების მიმართ. რუსთაველის გამზირზე მისულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა სცენა რიგრიგობით დაიკავეს. ასე თანმიმდევრულად გამომსვლელების მიერ გაკეთებული აქცენტები სრულად დაემთხვა უცხოელი ინსტრუქტორის სცენარს, რომელიც პრაიმ-ტაიმ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა. ემიგრაცია, ჯანდაცვა, ახალი არჩევნები, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. იგორ ბლაჟევიჩის გეგმის მიხედვით, სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე უნდა ესაუბრათ ლიდერებს. ჩეხურ სცენარში რეგიონები ლევან ცუცქირიძეს ერგო. ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობის, ნამდვილ სამართლიან ჭეშმარიტ სიტყვას. ჩვენ მარტში ვიყავით იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, ახლა რამოდენიმე დღეში მივდივართ კახეთში. დღეს გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობა. ელენე ხოშტარიას გარეშე, ვიშას გარეშე, ლევანის გარეშე, სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი. ოპოზიციისთვის იგორ ბლაჟევიჩის მიერ გაწერილ სამოქმედო გეგმას დაემთხვა დაანონსებული კამპანიაც და მისი სლოგანიც. დავწეროთ სამი სიტყვა Facebook-ზე ძალიან მარტივად ერთ პოსტად, რომელიც იქნება გარკვეული აი მეორე ეტაპის სამობილიზაციო კამპანიის ძირითადი გზავნილი ჩვენგან. და ეს გზავნილი არის საქართველო იმსახურებს უკეთეს. ბლაჟევიჩის დავალებების შემსრულებლების დავალება ხალხმა არ შეასრულა, ამიტომ კამპანიაში თავად ჩაერთნენ. საზოგადოებას კი კონკრეტული გეგმის ნაცვლად მობილური სანათების ჩართვა შესთავაზეს. მინდა მივესალმო კვლავ თბილისიდან ერევანში
მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ იქნებ ეს გავაკეთოთ. ასე მიესალმა ნიკა გვარამია მარკო რუბიოს, რომელიც იმ დროს სომხეთში აღარ იმყოფებოდა. 8 ოპოზიციური პარტიის ორთვიანი მობილიზება კი რამდენიმე საათში აქტივისტებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. გუშინდელ შეკრებას გამოეხმაურა აქციის ბანერებზე მთავარი მოქმედი პირი მიხეილ სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტი წერს, რომ უკეთესი ორგანიზებაც შეიძლებოდა. წერს იმ მუხტის შენარჩუნების აუცილებლობაზეც, რომელიც აქციაზე არ იგრძნობოდა. ჩავარდნილი სცენარის მიუხედავად, იხტიბარს არ იტეხენ ლიდერები, თუმცა კონკრეტულად რამდენი ადამიანი იყო აქციაზე, ოპოზიცია პოლიტიკურ მათემატიკაში აირია. პირველი მეორეზე არ გაგვითვლია, საკმარისზე მეტი იყო. არ ვარ სპეკულანტი თქვენგან განსხვავებით ხო და გეუბნებით, რომ იყო იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ მოველოდით. 100 და რამდენიმე 10,000, ხო? მორჩა დამთავრდა. როგორც ჩვენ მოგვს ინფორმაცია, საკას 50,000-მდე საქართველოს მოქალაქე იყო შეკრებილი თბილისის ქუჩებში. რესურს გარეშე დარჩენილი ოპონენტების შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც გვარამია ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 5,000 ადამიანი იკრიბება, ეს ოპოზიციისთვის წარმატებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. რასაც წინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორგი აქცია ჩავარდათ, გამოსული იყო ადამიანების გარკვეული ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლება. ხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რო ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებდნენ, რაც მიიღეს თუნდაც 2 წლის წინ. ჩვენ გვაქვს ნემღარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან, მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც ამ ადამიანებს არ აქვს წარმატების რესურსი. ამის მიზეზია მათი წარსული, ამის მიზეზია მათი უახლესი წარსული მათ შორის. რა თქმა უნდა, საზოგადოების დობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ. არიან აბსოლუტურად უსახური და უსწორი ადამიანები, შესაბამისად მათ აქვს წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი. საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, აცხადებენ სახელმწიფო გუნდში და აღნიშნავენ, რომ გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ ოპონენტებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ნახეთ, რაც არ უნდა, როგორც თქვენ, რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი მაინც თავს არ დამალავს და არ დამალა ამ ჭირმა თავიც და ნახეთ ჩვენ გუშინ ნაცმოძრაობის აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსების, გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს აქციაც ეწყობა იმისთვის, რომ გადაიღონ ფოტოები, გადაიღონ ვიდეოები, გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები, რომელსაც უკან არაფერი არ მოყვება და შემდგომში ეს გაავრცელონ მათ პატრონებთან, მათ გარეთ ამკვეთებთან, იმისთვის, რომ ახალი დაფინანსება მიიღონ, ახალი უსამართლო განცხადებები მიიღონ და რაღაცნაირად ახალი ტალღა მივიღოთ საქართველოს წინააღმდეგ. ასე დაკარგული რაღაც წყემსის გარეშე დატოვებული ფარასავით ეს პოლიტიკური ადამიანები, ეს პოლიტიკური რადიკალები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას რაც ახალ პასუხისგებლიან გადაწყვეტილებებს თავაზობდნენ, მნიშვნელოვან ინიციატივებს თავაზობდნენ, ამის ნაცვლად ისევ რაღაც განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ჩვენმა ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ თუ გინდა რომ საქართველოში დაიმკვიდრო თავი პოლიტიკურ ცხოვრებაში, პირველ რიგში უნდა მოусმინო ქართველ ერს. უცვლელი აქტორებით, გზავნილებითა და ბანერებით ოპოზიციის გუშინდელი აქციაც ისე დასრულდა, როგორც სხვა მრავალი. დღის ბოლოს გაირკვა ისიც, რომ აქციის მონაწილედ გასაღებული ნეფე დედოფალი სინამდვილეში შემთხვევითი გამრავლები იყვნენ და შეკრების ნაცვლად გადაღებებზე მიდიოდნენ. 8 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციის პოლიტიკურ კრახს აღიარებენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. კრიტიკული შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში მრავლად იძებნება, მათი ნაწილი ახლად მოფიქრებული ლოზუნგის შინაარსს იწუნებს და აღიარებს იმასაც, რომ მუხტის აწევა ვერ მოხერხდა. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი კი ამჯერადაც გაერთიანებული ნაცმოძრაობის უგეგმობაა. საულმე გობრონიძე კი ამბობთ.
ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს, ეს კი მას შემდეგ, რაც თვეებით ადრე დაანონსებულმა და საყოველთაო მობილიზაციით დაორგანიზებულმა მორიგმა აქციამ მარცხი განიცადა. 8 ოპოზიციური პარტიის ალიანსი მათივე მოკავშირეების და მხარდამჭერების მხრიდან ხალხის სიმცირის, უგეგმობისა და როგორც ჩანს, წინასწარ ზედმეტად ამბიციური მოლოდინების შექმნის გამო დაცინვის და კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველო იმსახურებს უკეთეს. მათ ნაწილს არც ეს სლოგანი მოეწონა, რომელიც მათივე აზრით არაპოლიტიკურ მოწოდებას, არამედ უფრო დაბნეული კამპანიის პირდაპირ გამოხატულებას გავდა. ჩემი აზრით, სტრატეგია არის არსებითად ცდარი, იმიტომ რომ და სადღაც არის 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხულოს და წალეკოს ხელისუფლება. ეს რაღაც უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება. თუ ჩვენ გვინდა ანალოგია 2003 წელთან მაინც და მაინც. მაშინ ეს უნდა იყოს ასე, რომ მაშინ უნდა იყოს დანგრეული აბსოლუტურად ეკონომიკა ქვეყანაში, პენსიები ვერ უნდა იღებდეს ხალხი, ხელისუფლება ხელფასებს ვერ უნდა იღებდეს, კრიმინალი უნდა იყოს. ეხლა რო 10ჯერ უფრო უარესი სიტუაცია და თვითონ ხელისუფლებაში შიგნით ძალოვან სტრუქტურებში უნდა იყოს რღვევა. აი ხა ასეთ უბედურებას და აპოკალიფს თუ წარმოვიდგენ და 2003 წლის ნოემბერში ზუსტად ასეთ სიტუაცია იყო. ისე მართლა კარგი მთავრობა გვყავს, მაგრამ ცოტა უფრო უკეთესაც ნამდვილად ვიმსახურებთ. სამწუხაროდ, როგორც ველოდი, გუშინდელი აქციაც მორიგი გასეირნება აღმოჩნდა და ამიტომ არ წავედი მე. მალე შევხვდებით აქციაზეო, როდის არის ეს მალე და რა გეგმით მივდივართ ამ მალემდე არაფერი ვიცით. რა საქართველო იმსახურებს უკეთეს, ეს სლოგანი ვინ მოიგონა საერთოდ, ასეთი სლოგანი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ზედმეტად ზოგადი და არაფრის მთქმელი არათუ საპროტესტო მოძრაობისთვის. ბანკის რეკლამა თუ გამოდგება ან რომელიმე სამშენებლო კომპანიის ქუჩის პროტესტს სჭირდება კონკრეტული და საბრძოლო განწყობაზე მომყვანი სლოგანი. გუშინ მაგარი აქცია იყო, ეს მხოლოდ დასაწყისია. სლოგანი არ ვარგა, ხომ გახსოვთ ლადო ასათიანის ლექსი, ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ასეთივეა ოპოზიციის ლოზუნგი. ხომ კარგია ეს ხელისუფლება, მაგრამ მე უფრო უკეთესი მინდა. საქართველო იმსახურებს უკეთეს, ასეთ განცდასტოვებს არაუშავს, დაიხვეწება ახლა პროტესტის გაშლაა საჭირო. ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ, რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო. მაშინ საერთოდ რატომ ებატიჟებოდნენ აქციაზე ხალხს? ეთქვათ, ხალხო, არ შეწუხდეთ აქციაზე მოსვლით, მთავარია ტელევიზორით ჩავრთოთ ყველამ და ასე გავაპროტესტოთ ხელისუფლების მავნებლობები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის მუდმივი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოქმედებენ უცხო ძალების დაკვეთით. უცხოელი აქტორები კი მკვეთრად აცდენილები არიან საქართველოში არსებულ რეალობას და ქართველი ხალხის ინტერესებს. რეალურად ერთი რომ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თვითონ პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარმომადგენლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ მათ შორის არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით. ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას. ოპოზიციის ალიანსის 26 მაისმა ხალხის ძალისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ოპოზიციას ამგვარი შეკრებები მხოლოდ და მხოლოდ უცხოელ დამფინანსებლებთან თავის მოსაწონებლად სჭერდებათ. პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის დაბნეულობა და გაურკვევლობა აქციის პირველივე წუთებიდან თვალსაჩინო იყო. ის ქაოსი, ის ურთიერთდაპირისპირება, რომელიც იგრძნობოდა აქციის დაწყებამდეც, ჩვენ ვიხილეთ აქციის მსვლელობის დროს. იმიტომ რომ ამ უკრაინის მოქალაქის განთავისუფლება აღარ არის აქტუალური თვითონ რადიკალურ ოპოზიციაშიც კი, ხოლო რაიმე კონსტრუქციული მიმზიდველი განცხადება გააკეთონ, პროგრამული რაღაც შემოთავაზება გააკეთონ, არ შეუძლია ამ გაცვეთილ სახეებს. ჩავარდნილი აქციისა და ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირების ფონზე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გუშინდელი დღე ნაცოპოზიციის პოლიტიკური განაჩენია. კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ მათ ოპონენტებს არც ხალხის მხარდაჭერა და არც არაფრის რესურსი აქვთ. ქართული ოცნების წევრების შეფასებით სწორედ ასე ხდება, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი ინსტრუქტორის დავალებით მოქმედებ და არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებით. სწორედ ეს მინიმალური რაოდენობა ადამიანების იყო თავმოყრილი, რაღაცა უამრავი მანიპულაცია რაოდენობასთან
დაკავშირებით, უამრავი манипуляცია სლოგანებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით, მისივე სადისტური ხელისუფლების ყოფილი მინისტრებითა და მთავრობის წევრებით დაკომპლექტებული აქციამ იგივე კვალი დატოვა, რაც აქამდეც არაერთგზის ჩატარებულმა და ფიასკოთი განცდილმა აქციებმა. ეს არის რადიკალიზმის რეალური სახე, ამაზე წინის ვერაზროს ვერ წავა. ლაჟევიჩი რომ დაგიწერს სლოგანს და დღის წესრიგს გაგიწერს, ზუსტად სხვა ყველა მხრივ იქნები წარუმატებელი. მაშინ როდესაც ქვია შენ ქვეყნის ოპოზიცია, რადიკალებს ვეძახი, ზოგადად ჯერ ერთი ესენი არიან ქვეყნის მტრები, მაგრამ თქვა თუ იწოდებ თავს ქვეყნის ოპოზიცია, დღის წესრიგს თავიდან ბოლომდე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა ადგენდეთ თვითონვე, ხო და არ უნდა გიწერდეს გარე აქტორები. 8 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციის პოლიტიკური კრახი თავად ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმაც აღიარეს. გუშინ გამართული საპროტესტო აქცია პოლიტიკური განცხადებების თემა იყო პლენარულ სხდომაზეც აქციის ორგანიზატორებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მათი მძიმე პოლიტიკური წარსული შეახსენეს. დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სასტიკი მეთოდებით დაარბეული და ნაცემი მშვიდობიანი მომიტინგეები, ქუჩების ჩაკეტილი გასასვლელები, სისხლის გუბეები, რუსთაველის გამზირზე 4 დაღუპული და ასობით დაშავებული. ეს 2011 წლის სისხლიანი 26 მაისის ქრონოლოგია, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმა და განახორციელა. მძიმე პოლიტიკურ წარსულთან ერთად უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ აქვთ. დეტალებით სოსოელისაშვილი. 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალოდ დარბების შემოქმედებით წარსულის გადაწერას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. სააკაშვილ ბოკერია გვარამიანს ალიანსმა აქცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დაანონსა და მსვლელობა იმ გამზირისკენ გამართა, სადაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ზუსტად 15 წლის წინ მშვიდობიან დემონსტრანტებს გასასვლელები გადაუკეტეს, ცემეს, ასობით ადამიანი დააკავეს, 4 ადამიანი კი დაიღუპა. სააკაშვილმა კი რამდენიმე საათში აღლომი ჩაიბარა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ 15 წლის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და ნაცმოძრაობის დანაშაულებზე სულიკო ასათიანის ოჯახის ტრაგედიის მაგალითზე ისაუბრა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც აქციის დარბევისას დაიღუპა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრის უფლება არ აქვთ. რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქცია დაანონსა. უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი. თუ კი გავიხსენებთ, რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს. შემაძრწუნებელ ინტერვიუში ოჯახის წევრები ხვებიან, რომ სულიკო ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ენა ამოგლიჯეს. ამდენი წლის შედეგაც კი ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. წარმოუდგენელია როგორც ამ სისტემური დანაშაულის მასშტაბი, ისე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ის, თუ რაც გრძნობდნენ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები, როდესაც ადამიანის კვლელი რეჟიმის მესვეურები ყველაფერთან ერთად გარდაცვლის დაკრძალვაზე მეზობლებსა და ნათესავებს მუქარით და დაშინებით უგზავნდნენ მისვლას. ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ქართული არაფერის ცხია და როგორც წარსულს, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ. გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ. ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე. ნაციონალურ მოძრაობას უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავას სისხლში ჩაახშო. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის
უპირატესი. სამართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისგებლობისგან გაქცევის უფლებას. არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას. ასათიანის ოჯახს ნაცმოძრაობის გამოძიების ვერსიისთვის არასდროს დაუჯერებია. ისინი ამტკიცებენ, რომ სულიკო ასათიანი მოკლეს. მტკიცებულებებით ცხედარზე არსებული წამების კვალი, დასახიჩრებული სხეული, ამოთხრილი თვალი და მოჭრილი ენა სწორედ ოჯახის ვერსიის სისწორეზე მიუთითებდა. რეჟიმის ცინიზმი ნათლად გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ასათიანის გარდაცვალება ოჯახს დაუმალეს და მათი დაშინების მიზნით დაღუპულის შვილი ცრუ ბრალდებით დააკავეს. ექსპერტიზის შედეგები კი ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნამდე გაანადგურეს. Acemi და ნაიარები ზელიონკით კონდენ და გამწვანებული. თელ ტანზე? ტანზე, ყველგან, ადგილს ვერ უნახა. ყელი გამოგლიჯილი ქონდა. აი ამაზე. და დაფარებული ქონდა ის მარლის ნაჭერი. ენა აცურესო ამბობდნენ. ვინც გააპატიოსნა. ძალიან დასახიჩრებული იყო და ვენაც ამოღებული ქონდა. ყელი ქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ქონდა ბოდიში და ამოთხრილი, ჩამოკიდებული ყავდათ და ისე ჩამოკიდებული აწამებდნენ. წამიყვანეს უშიშროების წარმომადგენლებმა, რომ ვეკითხე, რომ თუ რამეს კითხვა გინდათ მეთქი, კითხეთ მეთქი. მანქანასო აზიანებდიო სადღაცო შეგამჩნიესო და აქციაზე? დიახ. და კადრებსო ვამოწმენთ. მაგრამ მე ვუთხარი, რომ მეთქი მე 500 კაცი მყავს მოწმენ რომ აქ დღეს დაგზარვაზე ვიყავ მეთქი. ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ალიანსის გადაწყვეტილებას 26 მაის აქციის გამართვასთან დაკავშირებით თავხედობის გამოხატულება დაფასებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით საზოგადოება ხელისუფლების ოპონენტებს ნულოვან ნდობას სწორედ მსგავსი ქმედებების გამო უცხადებს. როდესაც იცი რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, ხო, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები ყავს დახოცილი და როდესაც იცი რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება. ეს აჩვენებს ბუნებრივია მათ სახეს და ამის გამო რა საზოგადოება მათ უცხადებს ნულოვან ნდობას. სააკაშვილის გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან 26 მაის აქციის გამართვას ფარისევლობად და საზოგადოების დაცინვად დაფასებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში 15 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ გუშინდელი აქციის წინარიგებში ნაცმოძრაობის ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები იდგნენ, ვინც რეჟიმის მთავარ სახეებს წარმოადგენდნენ. მთელი დიქტატორული რეჟიმი ნაცმოძრაობის გუშინ გამოვიდა ქუჩაში და საბედნიეროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საბედნიეროდ სულ რამდენიმე 1000 იღა შემორჩენილან რა დაატრიალეს მაშინ რუსთაველის გამზირზე, გვახსოვს გარდაცვლილების, გვახსოვს გზაზე ხელბორკილ დადებული და ხელებ გაკოჭილი დაყრილი ადამიანები, გვახსოვს ყველას ეს კადრები და გვახსოვს კიდევ ერთი რამ, გვახსოვს დასავლეთის დუმილი ამასთან დაკავშირებით. სხვა ჩვენს გვახსოვს მეორე დღეს როგორ არიგებდა მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ ტერიტორიაზე სადაც წინა დღეს მოწყალოდ დაარბიეს ადამიანები როგორ არიგებდა ღირსების მედლებს ჩაატარეს მიტინგი რუსთაველის გამზირზე ნუ ამაში ერთის მხრივ არის მათი დიდი ფარისევლობა თუმცა მეორე მხრივ ამით ჩანს რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას ეძლევა საშუალება თუ კი აქვს სურვილი რომ შეიკრიბოს 2011 წლის 26 მაისის ავტორები ანონსებენ თავისთავად 26 მაისის ახალ აქციას 15 წლის თავზე. ძალიან სიმბოლურია, თუმცა რა თქმა უნდა ტრაგიკულია ამავე დროს, როდესაც მათ აქვთ იმისი ამბიცია დღემდე ამ გამოცდილების და წარსულის მიუხედავად მათ აქვთ იმისი ამბიცია, რომ ისინი კვლავ იდგნენ აი ამ რაღაც დემოკრატიზაციის ტალღის სათავეში, ასე ვთქვათ, როგორც თავად ამბობენ ხოლმე. ძიმე წარსულიდან მოდიანეს ადამიანები ვინ იდგნენ რეალურად აი ამ სისხლიანი დარბევების სათავეში და დღეს ეს ადამიანები ამჯერად წინახაზე იდგნენ ამ დემონსტრაციებისთან. მინიმუმ ღიმილის მომგვრელია ასეთი თუ არა შეურაცხყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ნაცმოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში არიან გადანაწილებული ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამ დრომდე არ ნანობენ და არც საკუთარი ქმედებები აქვთ გადააზრებული. სწორედ აღნიშნულის გამო მხარდამჭერებს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში კარგავენ.
საკუთარი ქვეყნის მტრობა და დაფინანსებული ღალატი სწორედ ეს სახელი აქვს მმართველი გუნდისთვის ჰადსონის ინსტიტუტისა და გიორგი კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულ კიდევ ერთ სტატიას, სადაც Washington Post-ი საქართველოს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებებს უყენებს. სტატიის ავტორი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასა და ირანული გავლენების გაზრდაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი გარედან დაფინანსებულ კოორდინირებულ შეტევაზე საუბრობს, რომლის მიზანით საქართველოს იმიჯისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანება. დეტალებით კეთი მამრიკიშვილი. ორკესტრირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ გიორგი კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე და ჰადსონის ინსტიტუტზე დაყრდნობით Washington Post-ი საქართველოს მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებებს უყენებს თითქოს ირანმა საქართველოში რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა მიიღო. გარდა ამისა, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ საქართველო, რომელიც წარსულში ვაშინგტონის სანდო მოკავშირედ მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტად ირანის ორბიტის შეერთებული შტატების ოდესღაც მტკიცე მოკავშირე რეგიონში საქართველოს სულ უფრო მეტად ანტიამერიკული ხდება ჰადსონის ინსტიტუტის ბოლოდროინდელი ანგარიში ასახავს ცვლილების მასშტაბებს. ქართული ოცნების მთავრობამ ირანს საშუალება მისცა შეექმნა რელიგიური სკოლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდებისა და მედია საშუალებების ქსელი, რომლებიც მიზნად იღებდნენ საქართველოს ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ უმცირესობას. როგორც სიტყვიან, ყოველი ანტიქართული სტატიის უკან იმალება დიდი ფული. სტატია რომ შეკვეთილია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ამაზე სახელისუფლებო გუნდში საუბრობენ. ქართულმა ოცნებამ ორკესტრირებული შეტევის სქემა დიდი ხნის წინ გაშიფრა, რომელშიც ოპოზიცია, NGO სექტორი და მათი უცხოელი მოკავშირეები არიან ჩართულები. ეს არის ანტიქართული პროპაგანდის ერთი ტალღა და არის ზუსტად სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, წიგნიდან ამოკითხულივით, როდესაც ჯერ ხდება, ასე ვთქვათ, სრულ ყალბი ვითომ კვლევის ფაბრიკაცია, რაც გააკეთეს კანდელაკის და მეორე ამერიკელის ხელით. შემდეგ ამ ყალბ და ფაბრიკაციით შედგენილ კვლევაზე, კვლევის ციტირებით უკვე კომენტარების გაკეთება, რაც შემდეგ ვიხილეთ ჯორნალისტების და სხვების სახით. შემდეგ ამის გადატანა მედიაში უკვე სტატიის სახით, ეს არის ერთი ჯაჭვი. სწორედ ამ სქემის ნაწილი იყო მანამდე ამერიკული გამოცემა Washington Free Beacon-ის სტატია სათაურით ქართული ოცნების ხელმძღვანელობით თბილისი ირანელი რეკრუტებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა. ავტორი ოპოზიციის მხარდამჭერების ჯო ვილსონისა და ლუკ კოფის, ასევე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებს დაიყრდნო, სადაც კანდელაკი აცხადებდა, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის 3 კამპუსი აქვს. მანამდე კი კანდელაკი ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და საქართველო ირანის გავლენების გატარებაში და დასავლური ინსტიტუტების დევნაში დაადანაშაულა. ორკესტრირებულ კამპანიას თბილისიდან ოპოზიცია ამაგრებს. აი ამ ჯგუფების მონაწილეობა და მოქმედება საქართველოში თქვენთვის არის თუ არა ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემა. ხო ფაქტია, რომ მოქმედებენ. ღალატი არის, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მიუხედავად ამნაირ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფალი ოპერირების. კანდელაკისა და ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებზე მიუთითებენ სახელისუფლებო გუნდში და ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. ხალი პატარა ტალღა არის სამოსული ქართულ ხალხზე თავდასხმის, ჩვენს ქვეყანასა, ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამში პირდაპირ ყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი, ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო. გიორგი კანდელაკი, საქართველოს მოღალატე ნომერი 1, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში საკუთარი ცილისწამებლური ნარატივებით საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში, ჯდება უცხო ელებთან იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ჩირქი მოსცხოს. საქართველოს დამაზიანებელი კამპანია ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე გააქტიურდა. რუსული გავლენების შემდეგ ოპოზიცია ირანულ გავლენებზე ალაპარაკდა, თუმცა კვლავაც მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ამას მოჰყვა ჰადსონის ინსტიტუტის ეგრეთ წოდებული ანგარიში, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ ასმოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადდა. მანამდე ქვეყნის საზიანო კამპანია თინა ხიდაშელმა გახსნა, რომელმაც ქვეყანაში ტერორისტების მოსამზადებელი სკოლის არსებობა
მმართველობის შესახებ გააკეთა განცხადება. მსგავსი ბრალდებები გააჟღერეს გუბა სანიკიძემ და გივი თარგამაძემაც. ბრალდებების ავტორები საგამოძიებო უწყებაშიც უკვე გამოიკითხნენ, თუმცა ვერ დაასაბუთეს ის, რაც პირდაპირი ეთერებიდან გააჟღერეს. პარლამენტმა დიპლომატიური აკადემიის შესახებ კანონში შესატანით ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო დეპუტატების წინაშე მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარსდგა. მთავრობის ინიციატივის შესაბამისად საგარეო უწყების ბაზაზე დიპლომატიის აკადემია იქმნება, რომელიც პროფესიონალი დიპლომატების მომზადებას უზრუნველყოფს. სტუდენტების მიღება მომავალი წლიდან დაიწყება. მსურველები კი აკადემიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან. თეკლა ბესტავიშვილი გიამბობთ. კანონპროექტი, რომელიც საქართველოში დიპლომატიური კადრების მომზადების ახალ სისტემას ქმნის, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს. ცვლილებების მიხედვით შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მომავალ დიპლომატებს, როგორც აკადემიურ განათლებას, ისე სპეციალურ პროფესიულ მომზადებას შესთავაზებს. ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს ჭირდება ახალგაზრდა განათლებული თაობა, რომელიც წინა თაობების კვალდაკვალ ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. სამინისტრო მოგეხსენებათ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ანალიტიკური რესურსები. აღნიშნული გარემოება უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირება შექმნის შესაძლებლობა სასწავლო პროგრამები იყოს უშუალოდ დაკავშირებული მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან, საერთაშორისო მოლაპარაკებთან და დიპლომატიური საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აკადემია უზრუნველყოფს, რომ სასწავლო და კვლევითი საქმიანობა სრულ თანხმდროში იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ეროვნულ ინტერესებთან. პლენარულ სესიამდე კანონპროექტი განათლებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე განიხილეს. კომიტეტებში განხილვისას დეპუტატებმა არაერთი კითხვა დასვეს, რომელიც ეხებოდა აკადემიის განთავსების ადგილს, საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობას და სტუდენტთა მიღების რაოდენობას. დასმულ შეკითხვებზე კანონმდებლებს ამომწურავი პასუხი გასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ფიზიკურად სად წარმოგიდგენიათ ეს დიპლომატიის აკადემია, სად უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე შენობაში იქნება განთავსებული, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება და რა მასშტაბის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ავტორიზაციის, შესაბამისად სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მუშაობს შენობის საკითხზე. მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელიც არის დადგენილი სასწავლო დაწესებულებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, თუ რამხელა სივრცითი, ასე ვთქვათ, მოწყობა უნდა გქონდეს ამა თუ იმ შენობა ნაგებობას. რაც შეეხება რაოდენობას სტუდენტების, ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევა და გამომდინარე აქედან არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ პროფესიაში წლის განმავლობაში დაახლოებით შეიძლება მივიღოთ ჩვენ 70 სტუდენტი პირველ ეტაპზე, მაგისტრატურაზე დაახლოებით 50 სტუდენტი. ბაკალავრის კურსი არის, ანუ 3 წლიანი, 4 წლიანი. სტანდარტულად ბაკალავრიატს რაც შეეხება ჩვეულებრივ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ვრცელდება ასევე და იქნება 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მაგისტრატურა იქნება 1+1. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმებიან დიპლომატიური აკადემიის შექმნას, ამბობენ, რომ აკადემიის დაარსება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრების მომზადებას, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობაში, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. მათივე განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისა და საგარეო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დიპლომატიური აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კონცენტრირებულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ გამოუშვას ამ სასწავლებელმა დიპლომატები, რომლებიც ერთი რომ გარანტირებულად შეძლებენ დასაქმებას, ვინაიდან ორიენტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც არსებობს ამ მხრივ და მეორე მხრივ იქნება პრაქტიკასთან ახლოს განათლების მიღება, რაც განსაკუთრებით დიპლომატიური სამსახურისთვის არის მნიშვნელოვანი. ლოგიკა ამ ცვლილებების არის ძალიან მარტივი. ერთი მხრივ არის დიპლომატიური საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული და მეორე მხრივ არის უამრავი საჭიროება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია კონკრეტული
კონკრეტული უნარების თუ კომპეტენციების მიმართულებით. ეს იქნება ენობრივი უნარები და კომპეტენციები, ცოდნა ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და ასე შემდგომ და აი ახდება საუკეთესოდ დაკავშირება თეორიის და პრაქტიკის ამ ნაწილში. ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მიიღოს განათლება უშუალოდ გამოცდილი პროფესიონალებისაგან, დიპლომატებისაგან და ასევე საგარეო უწყება, რომელიც განსაკუთრებით ამ გამოწვევების ფონზე უზრუნველყოფს განახლებულ ინფორმაციისა და ასევე ეროვნული ინტერესების შესაბამისად ცოდნის მიწოდებას, ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში და ეს კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ქვეყანას ყავდეს ღირსეული დიპლომატები, რომლებიც არიან და დაიცავენ ჩვენ ქვეყნის ინტერესს საგარეო ფრონტზე. აკადემია, რომელიც თანამედროვე დიპლომატიის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე იქნება მორგებული, სტუდენტების მიღებას 2027 წლიდან შეძლებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მოხსენებით დიასპორის კომიტეტზე წარსდგა მაკაბოჭერიშვილმა დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და 2026 წლისთვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების როლის გაძლიერებას. შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების მთავარი კონცეფცია კი ეროვნულ ღირებულებებს დაეფუძნება. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის მაქსიმალური ჩართულობა და თანამშრომლობა დიასპორის წარმომადგენლებთან. დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს, მამულს, ენას და სარწმუნოებას. მამული ეს არის ის მუდმივი კავშირი სამშობლოსთან, რომელიც გეოგრაფიულ მანძილზე არ უნდა სუსტებოდეს. ენა გულისხმობს ქართული ენის სისტემურ სწავლებას და მის შენარჩუნებას უცხოეთში ცხოვრება ახალ თაობებში და სარწმუნოება უკავშირდება სულიერი და კულტურული იდენტობის დაცვას, ტრადიციების შენარჩუნებას და გადმოცემას. მაკროეკონომიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის პროგნოზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2025 წლის ანგარიშში წარსდგა. ნათია თურნავამ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე ინფლაციურ რისკებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ სწორ მონეტარული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ინფლაციის სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოხერხდა. გლობალური გამოწვევების მიუხედავად სების პრეზიდენტი პროგნოზირებს, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება. ნათია თურნავას მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეტალებით ნინო სალუქვაძე. 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატებს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო. ნათია თურნავას განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს გასცდა, რასაც სები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ზომიერი ზრდით ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არელის, რომ გაზრდილი ინფლაციის რისკები სესხების 3% განაკვეთებზე გავლენას იქონიებს. მისი თქმით, მსოფლიოში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად საქართველოში ლარში სესხებზე 3% განაკვეთები მცირდება. ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, ანუ კვლავაც მიზნობრივთან ახლოს ნარჩუნდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები კვლავაც მართული არის და რა თქმა უნდა დიდწილად ვართ დამოკიდებულები ამ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების, კერძოდ ორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების და მიწოდების შოკის ხანგრძლივობაზე. 2025 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე ჰქონდა შენარჩუნებული. ეს თავისთავად ზომიერად გამკაცრებული პოზიცია იყო და ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას უწყობდა ხელს. თუმცა მიმდინარე ვითარების საპასუხოდ 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 0.25% პუნქტით გავზარდეთ. მონეტარული პოლიტიკის აღნიშნული ზომიერი გამკაცრება მიზნად ისახავს იმას, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ და ეს ასე ვთქვათ კონფლიქტის ამოწურვას უკავშირდება, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. სების პრეზიდენტმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე წლის მარტში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვლის, რომ გლობალური შოკის ზემოქმედება საქართველოს რეალურ სექტორზე მასშტაბური არ იქნება და ეკონომიკურ ზრდას არ შეეხება.
აღსანიშნავია, რომ მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს დგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 10.7-დან ორნიშნა მაჩვენებელი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 9.1% იყო. ამასთანავე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია. ასეთმა ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგცა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეგვევსო ჩვენი საერთაშორისო რეზერვები, რაც მოგეხსენებათ, ეს არის ის ბუფერი, რომელიც ქვეყნის მდგრადობას და სხვადასხვა შოკის მიმართ მის მედეგობას და მზადყოფნას ასახავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების კითხვები ძირითადად ინფლაციას და სავალუტო ბაზარზე მიმდინარე რყევებს ეხებოდა. რა გავლენას მოახდენს და რამ შეიძლება იქონიოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა საქართველოს ეკონომიკაზე და ინფლაციურ მოლოდინებზე. ინფლაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენ აღნიშნეთ და ვისაუბრეთ, გარეშოკით არის ძირითადად გამოწვეული და აქ არის საკმაოდ დიდი გაურკვევლობა დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც ჩვენ ზომიერი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. ერთი, როგორც მოგახსენეთ, რომ ხისტი ფასების ინდიკატორები ჯერ კიდე 3%-თან ახლოს ნარჩუნდება. მეორე არის ის, რომ ჩვენ სავალუტო ბაზარზე ლარი მეტწილად გამყარების ტენდენციით ხასიათდება და ასევე ის, რაც თქვი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა ძირითადად მაღალპროდუქტიული დარგებით არის განპირობებული, რაც ანეიტრალებს მეტწილად მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს. აქედან გამომდინარე და ყველაფერთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო შოკის ზემოქმედება ჩვენზე, როგორც მოგახსენეთ, შეზღუდულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცენტრალური სცენარი ესეთი არის, რომელიც გამოქვეყნებულიც არის, რომ თუკი ასე ვთქვათ, სანავთობო ფასები იმ დიაპაზონში იმოძრავებს, რა დიაპაზონშიც არის დღეს, რა თქმა უნდა, აქ დიდი კითხვის ნიშანია, მაგრამ ეს დაშვება გავაკეთეთ. ამ წლის მესამე კვარტლიდან უკვე ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და მომავალ წელს თავის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. რამდენად სწორი იყო ამ განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ 0.25%-ით გაზრდის, რაც დამერწმუნეთ არის მინიმალური ბიჯი, რომლის თავარი ამოცანაც იყო სიგნალის მიცემა საფინანსო ბაზრებისთვის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ არის გარე შოკი, ჩვენ ხედავთ, რომ არის გაზრდილი გაურკვევლობა დროის თვალსაზრისით, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, მიწოდების ჯაჭვების შესაძლო წყვეტასთან დაკავშირებით და თუ საჭიროება გახდა, ჩვენ მზად ვართ, რომ კლავაც გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტი, გავამკაცროთ ჩვენი პოლიტიკა იმისთვის, რომ დავიცვათ ეკონომიკა შემდგომი ინფლაციური პროცესების განვითარებისგან. თუ ოფიციალური ინფლაცია 4%-ის ფარგლებშია, რატომ აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს განცდა, რომ სურსათი, მედიკამენტები და ყოველდღიური პროდუქტები გაცილებით მეტად გაძვირდა. ზოგადად თუ შევხედავთ ჩვენ მოსახლეობის და ბიზნესის განცდას ფასებთან დაკავშირებით, ის პირველ რიგში აისახება ხისტი ფასების მაჩვენებლებში, ეს არის საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ეს არის მომსახურების ინფლაცია, რომელიც ჯერჯერობით არის მიზნობრივთან ახლოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით არა მხოლოდ განცდა, არამედ მისი უფრო სწრაფად გაძვირების ფაქტიც იყოს, ნამდვილად ასე არის, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საიმპორტო ფასებზე და სხვადასხვა ასე ვთქვათ ფაქტორზე. მაგრამ მთლიანობაში ეს განცდები და რასაც ქვია ინფლაციური მოლოდინები არის მართული. სების პრეზიდენტმა ტრიბუნიდან საერთაშორისო რეზერვების ზრდის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 106%-მდე არის გაზრდილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჯერ კიდევ 2025 წელს დაიწყო. უკვე დადგენილია, რომ დასანქცირებული კომპანიების საქმიანობის არეალი საქართველო არ ყოფილა. ორი მათგანი რუსეთში ოპერირებდა, ერთი კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით იყო დარეგისტრირებული და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ემსახურებოდა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილია სასამართლო განაჩენიც, დანაშაულის ორგანიზატორის სასჯელს იხდის, სამ პირს კი ჯარიმა და პირობითი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც
რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების იდენტიფიცირება მოახდინა და შესაბამისი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას აცნობა. ნანკო წითელაშვილი გიამბობთ. საქართველოს არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ფაქტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისთვის ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებში ჩართული არ არის, ის 2000-ზე მეტი დაბლოკილი ტრანზაქცია, რომელიც მათ შორის ევროპიდან ხორციელდებოდა და სადაც სანქცირებული კომპანია ტვირთიან მიმღები იყო ჩართული. კანონის გვერდისავლისას საქართველოს დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. მათ შორის არის ის 3 კომპანიაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა დაასანქცირა. შეპესე ეიაფორი და რაპირა ჯგუფი ოფიციალური ლონდონის მიერ სანქცირებული 3-ვე სუბიექტის უკანონო საქმიანობის ფაქტი ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გამოავლინა. გამოძიება დაიწყო და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგა. სწორედ ამის შემდეგ გახდა აღნიშნული კომპანიები ბრიტანეთის ინტერესის საგანი. იმის გამო რომ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა რომ ხდებოდა საქართველოს რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ამის გამოც არის რომ გამოძიება მიდის, პასუხისმგებაში არიან პირები მიცემული, სწორედ ამიტომ არის რომ ბრიტანეთმაც გაიგო ამ სწორედ ამ გამოძიებიდან გამომდინარე. 2025 წლის სექტემბერში იქნა ეს ცნობილი ეროვნული ბანკისთვის 2025 წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მიღებისთანავე სამართალდამცავებს გადასცა. გამოძიება ფინანსთა სამინისტროში დაიწყო და საქმეზე 2026 წლის 28 აპრილს სასამართლო განაჩენით სამპირს ჯარიმა და პირობითი მსჯავრი დაეკისრა, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორად დასახელებულ დავით ჯინჭარაძეს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული კომპანიები ფიქტიურად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა პირების სახელზე იყვნენ რეგისტრირებული, თუმცა რეალურად რუსეთში, მოსკოვში ოპერირებდნენ. კომპანიებს საქართველოში არც ოფისები, არც აქტივები და არც ფაქტობრივი საქმიანობა გააჩნდათ. დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველოს. გამოძიებით დადგენილია, რომ შეპესე, ეიაფორი და შეპესე არვიქსი ფაქტიურად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით სამბრალდებულ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება შეპესე რაპირა გრუპის უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია ვებგვერდ რაპირა ნეტის საშუალებით ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ არქივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობა. სახელისუფლებო გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენებული ვერ იქნება. კონკრეტულ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება კი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას. საქართველოს ტერიტორია არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული ამ სანქციების გვერდის ასავლელად. იქნება ეს ქართული კომპანია, იქნება ეს ბრიტანული კომპანია, ამერიკული თუ ევროპული კომპანიები, რომლებიც სხვათა შორის ასევე არაერთი მათგანი, ასეულობით მათგანი იყო გაჩერებული და გადაზღვეული იმისგან, რომ ეს ევროპული კომპანიები არ ყოფილიყვნენ ამ ქსელში ჩართული. ასე რომ, ერთი
სახელმწიფოს რეაგირება იყო ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და მეორე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო პატივს ცემს იმ სასანქციო სისტემას ზოგადად, რაც არის ამ ეტაპზე დაწესებული რუსეთის მიმართ. ყველა ის სანქცია, რომელზეც მიერთებული ვართ და ეს რა თქმა უნდა არ არის ინდივიდუალური სანქციები, რომელსაც ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად თქვით, რომ არ ვუწესებთ, მაგრამ ვერთვებით იმ საერთაშორისო სისტემაში, ეს საქართველოში არის დაცული და ეს არაერთხელ დამონიტორინგებულა, არაერთხელ აღმოჩენილა, არაერთხელ დადასტურებულა, როდესაც საუბრობენ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ სამი კომპანიის დასანქცირებაზე, ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ თქვან, რომ ეს ის სამი კომპანია არის, რომელზეც ქართულ სამართალდამცავ სისტემას გაცილებით ადრე ქონდა რეაგირება მიცემული. ის რომ საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმში ჩართული არ არის, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქციების საკითხში წერილი, სადაც დევიდ ოსალივანი საქართველოს ხელისუფლებას სასანქციო პოლიტიკის ერთგულებისთვის მადლობას უხდის. მანამდე საქართველოს ხელისუფლება მადლობის წერილი ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის გენერალური დირექტორისგან მიიღო. წერილში ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლური სანქციების გვერდისავლა. ჯგუფურად გიგა ავალიანის ჟანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავე ცნო. ანინას ყიდაშვილის და დემეტრე ჩიქოვანის სასჯელის ზომაზე სასამართლო 2 ივნისს იმსჯელებს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. ანინას ყიდაშვილისთვის კი ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. შედეგების შესახებ კი საზოგადოებას უმოკლეს დროში ეცნობება. საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. მე ნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და იქნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება ინფორმირებული. ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახი 1 წელში გარემონტებულ ბინებს მიიღებს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება. მანამდე კი ირაკლი ყაბახიძემ ჟიული შარტავას სახელობის სენაკის ნომერი 2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა რძის გადამამუშავებელ საწარმოში, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნო. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. სამეგრელოს მუნიციპალიტეტში განსახლების პროგრამის მიმდინარეობა აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრი პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ზუგდიდში 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსში შესახლდება. ამ ეტაპზე 7, 12 და 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაწილობრივ უკვე დასრულებულია 5, 6 სართულიანი საცხოვრებლის მშენებლობა. სოციალური პროექტის ჩაბარება მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. 1700 დევნილი ოჯახისთვის უკვე კორპუსები არის აშენებული, დარჩენილია ბუნებრივი შესაბამისი სამუშაოები და 1 წელიწადში, დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის ბუნებრივია სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ. დევნილთა განსახლების მიმართულებით მუშაობა და სახელმწიფოს რავალდებულებებიც აქვს აღებული ამ მიმართულებით რეალურად სერიოზულად ამის შესრულებით დაკავებულია ხელისუფლება და ამის დემონსტრირებაა პრაქტიკულად ის, რაც ხდება დღეს ზუგდიდში. აი აქ ამ კორპუსების მშენებლობის სახით. მოგახსენებათ, რომ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება ეს პროექტი, როგორც მიმდინარეა პროექტი ბორჯომში, მიმდინარეა პროექტი რუსთავში, თბილისში. სააგენტო პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ქალაქ ზუგდიდზე შევსებული აპლიკაციების შეფასებას და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება უკვე მონიტორინგი და კომისიის მიერ შეირჩევა ის დევნილი ოჯახები, 1700 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ობიექტში მიიღებს საცხოვრებელ ბინას. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლებით პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, ეს მიმართულება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად სენაკში ახლად რეაბილიტირებული ჟიული შარტავას სახელობის ნომერ 2 საჯარო სკოლა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური განათლების მინისტრთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებს შეხვდა. 600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეები განახლდა. მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარემოედანი და სააქტო დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სასწავლო დაწესებულების სპორტული ინფრასტრუქტურაც. პროექტი განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ სრულდება ის დაპირება იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრემიერის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება იმისთვის, რომ როგორც ჩვენმა ახალგაზრდებმა, ასევე ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებლებმა გაუმჯობესებულ გარემოში განახორციელონ ის უმნიშვნელოვანესი მისია, რაც სწავლა-სწავლების პროცესთან არის დაკავშირებული. სენაკში აქტიურად მიმდინარეობს სამეწარმეო პროექტების განხორციელებაც. კომპანია არია დღეღამეში 3 ტონა რძესამუშავებს და რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია გაფართოებას სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით გეგმავს. მთავრობის მეთაური სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რძის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ საწარმო დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. ჩვენ თვითონ გვაქვს თხის ფერმა გვაქვს ჩვენ ვაწარმოებთ თხის რძისგან პროდუქციას, ანუ თხის ყველი, დაძველებული, ნედლი ყველი, ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ ძროხის რძეს და კამეჩის რძეს. ვაკეთებთ კამეჩის სულგუნს, კამეჩის მაწონს. სახელმწიფოს პრიორიტეტი რომ რეგიონების განვითარება ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს. პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ყურბან ბაირამს ულოცავს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრება, ერთმანეთის ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა ის საგანძურია, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს და რაზეც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი შენდება. ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც განცხადებაში. ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულით ადგილოცავთ ყურბან ბაირამს, სიკეთის, ურთიერთთანადგომისა და იმედის დღესასწაულს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრება, ერთმანეთის ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა ის საგანძურია, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს და რაზეც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი შენდება. ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და თითოეულ თქვენგანს მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას გისურვებთ. ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარება ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ცენტრალური პარკის პროექტირება და 2 სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობა. უკვე დაიწყო მუშაობა ახალციხის ტბასთან მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის განვითარების პროექტზე. ამასთან იგეგმება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. დეტალებით ბორინა ონიანი. ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირების ფარგლებში ქალაქის ცენტრში თანამედროვე მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პარკი ვიზიტორებს სხვადასხვა აქტივობებისთვის თანამედროვე გარემოს შესთავაზებს. მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, რეკრეაციული და საგანმანათლებლო სივრცეები. იგეგმება ღია სცენის, შადრევნებისა და საინფორმაციო პავილიონების განთავსება. ვითარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც. რუსთაველის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მალე დაიწყება ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პროექტირება რეაბილიტაცია. ვიმყოფებოდით სკოლაში 650 ბავშვიან სკოლაში, რომლის მშენებლობაც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე დასრულდება, მოვინახულეთ ეს მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ მეორე საჯარო სკოლის მშენებლობაც და რეაბილიტაციაც უფრო სწორად ძალიან მალე დაიწყება. ეს ძალიან მტკივნეული იყო ახალციხის მოსახლეობისთვის და ასევე ჩვენ როგორც ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში ვზრუნავთ მუნიციპალური სივრცეების განვითარებაზე. ახალციხეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სრულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.
ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და საჭირო და დროული იყო სწორედ რუსთაველის ქუჩაზე სკოლის მშენებლობა. ძალიან მალე დაიწყება ნომერ 2 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავხადოთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს. ასევე მიმდინარეობს ახალციხის ტბასთან მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის განვითარების პროექტზე მუშაობაც. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე რეკრეაციული სივრცეები, სპორტული და კულტურული ზონები. ამავე დროს იგეგმება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციაც. პროექტის მიზანი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაა. უნიშნელოვანესი პროექტი იქნება ახალი რეკრეაციული სივრცის გაჩენა, როგორიც არის ახალციხის ცენტრალური პარკის, ტბის მიმდებარე პარკის და ბულვარის მშენებლობის. მიმდინარე პროექტები ახალციხეს კიდევ უფრო განავითარებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. ახალციხელები მიიღებენ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ექნებათ როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე სპორტ კომპლექსი, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის და ჩვენი მომავალი თაობის ნორმალურ ჯანსაღ გარემოში გაზრდისათვის. პროექტების კონცეფციაზე კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორები მუშაობენ. მათი თქმით, მთავარი ამოცანაა ისტორიული გარემოს შენარჩუნება და თანამედროვე ელემენტების სწორად ინტეგრირება. ჩვენი საპროექტო არეალი მოიცავს ორ სივრცეს ახალციხეში, ეს არის ახალციხის ცენტრალური პარკი და ბულვარის სივრცე, რომელიც უკავშირდება არსებულ ტბას. ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილი არის სარეკრეაციო გასართობი სივრცეები. ტერიტორიები გამწვანდება. ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტი უკვე მიმდინარე არის. ახალციხეში მსხვილ პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მიზანი ქალაქის ურბანული განვითარება, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და თანამედროვე გარემოს შექმნა. დედაქალაქის მერია უამინდობის შედეგად მეტროსადგურ ავლაბარში შექმნილი პრობლემების გამომწვევი მიზეზის მოკვლევას იწყებს. შესაბამისი დავალება თბილისის მერმა მოადგილეებს, ასევე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს მისცა. კახაკალაძემ 2 წლის წინ განხორციელებული პროექტის შემსრულებელი კომპანიების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ავლაბრის მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში სანიაღვრე ქსელიდან წვიმის ჩასვლის ზუსტ მიზეზს თბილისის მერიის აუდიტის სამსახური დაადგენს. დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა ავლაბრის მეტროში პრობლემები შექმნა. აღნიშნული ვესტიბიულის რეაბილიტაციაზე კომპანია ბადა კონსტრაქშენი მუშაობდა. თბილისის მერია ყველა კონტრაქტორ კომპანიას მკაცრად აფრთხილებს და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. 2 წლის წინ დაახლოებით პროექტი განვახორციელეთ. და საზოგადოება მიხილა, რომ ფაქტიურად სადგურში ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც გარეთ, ისე ჩამოდიოდა ჩვეულებრივად წყალი. კომპანიები, ვინც იღებს პასუხისმგებლობას სამუშაოები შეასრულოს, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივად, როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. ავლაბრის მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში დაფიქსირებულ ხარვეზებზე რეაგირება საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდება. ობიექტზე პასუხისმგებლობა კონტრაქტორ კომპანიას ეკისრება. ამ ეტაპზე შუალედური სამუშაოები შესრულებულია და არსებული დაზიანება დროებით აღმოფხვრილია. ობიექტზე ბადა კონსტრაქშენი სანიაღვრე სისტემის სრულ რევიზიას ჩაატარებს. კომპანია უფასოდ, უსასყიდლოდ განახორციელებს ყველა იმ სარეკლამაციო სამუშაოებს, რაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, თუ დადგინდება ზიანი დამატებითი მოკვლევის შედეგად, ზიანის ანაზღაურებას დაეკისრება კომპანიას. შუალედური სამუშაოები უკვე შესრულებულია და წყლის ჟონვა აღმოფხვრილია, მაგრამ რევიზია ჩაუტარდება სანიაღვრე სისტემა სრულად და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ყველა სათანადო ღონისძიება, რომ შემდგომში აღნიშნული შემთხვევა არ განმეორდეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მსგავსი შემთხვევების პრევენცია მომავალშიც მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება. არ არის მარტივად კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობა გამომდინარე იქიდან, რომ მათი შესრულებული სამუშაოები რიგ შემთხვევაში იწვევს ასეთ პრობლემებს და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი.
კარგი და ეს ჩვენთვის ყოველთვის არის დიდი გამოწვევა. შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციონ ხარისხს. ვინაიდან ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ყოველთვის ვიქნებით უკომპრომისოები ხარისხთან მიმართებაში. საბოლოო დასკვნაში სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში თბილისის მერიაში კომპანიის მისამართით დამატებითი მკაცრი ზომების მიღებას არ გამორიცხავენ. ITB China 2026-ის რიგით მეორე დღე და ვიზიტორებით სავსე საქართველოს პავილიონი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა გრძელდება, ღონისძიების სტუმრები ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. გამოფენის ფარგლებში იმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებით, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილება. როგორ მიმდინარეობს ITB China 2026-ი შანხაიდან პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე გვერდება, ნუცა გისმით. ITB ჩინეთი 2026 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი სრულად გამოიყენა. უკვე მეორე დღეა რიგები არ წყდება საქართველოს პავილიონთან, სწორედ ყველაზე დიდი დაინტერესება და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. აქ შეკრებილი საერთაშორისო ვიზიტორები და მაღალი რანგის სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურას და კულინარიას. რიგები დგას კულინარიულ სივრცეებში. რიგით მეორე დღეს აქ შეკრებილებმა დააგემოვნეს და ეზიანენ ხაჭაპურის კულტურას. რაც შეეხება კულტურულ ნაწილს, ამ სივრცეში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ხანგები და ასევე ქართული ცეკვა. რაც შეეხება საქმიან მიმართულებას, იმართება არაერთი შეხვედრა, მათ შორის შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ისინი აქტიურ რეჟიმში ხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს და ამყარებენ კონტაქტებს, რომელიც სამომავლოდ შეიძლება უკვე იქცეს ციფრებად და ეკონომიკის მიმართულებაში განსაკუთრებულ როლს იძენს აღნიშნული შეხვედრები. გარდა ამისა იმართება სახელმწიფოებრივ დონეზე შეხვედრები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართეს ტრიპკომის წარმომადგენელთან. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, როგორც მაია ომიაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, საქართველოს ეს შესაძლებლობა ITB ჩინეთი 2026-ის შესაძლებლობა სრულად გამოიყენა და აქ შეკრებილებს კიდევ ერთხელ გააცნო მთავარი თუ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს. ტრიპკომი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მსხვილი მედია პლატფორმა, რომელსაც ჩინელები არამხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ გარკვეულწილად მოგზაურობის დასაკეთმად საგადასახადო სისტემების შეინტეგრირებულია ეს პლატფორმა და არის ძალიან აქტიური და პოპულარული. ჩვენ მათთან გვაქვს შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობა, მომავალი წლიდან წელს და მომავალი წლიდან ბევრად უფრო ვაფართოვებთ ურთიერთობას. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ტრიპკომი იქნება ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, როგორც მედია მიმართულებით, ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში აღნიშნავ, რომ ITB შედგა და ძალიან კარგად შედგა და ძალიან ხმაურიანად შედგა როგორც ადგილობრივ ასაზე, ასევე ინტერნაციონალური სტუმრებისთვისაც, იმიტომ რომ სამივე დღის განმავლობაში რიგები იყო უწყვეტი, სამივე დღის განმავლობაში გამოხმაურება საჭმლის მიმართ იყო საოცრად დადებითი, რაც ძალიან გვახარებს და ძალიან გვიხარია. მსგავსი ტიპის ღონისძიება პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და სხვადასხვა რეგიონების პოპულარიზაციისთვის. მოვიზიდავთ უფრო მეტ ტურისტულ ნაკადს. ძალიან ბევრი მსურველი არის საქართველოში ჩამოსვლის, რაც ქართულ ტურიზმს ძალიან მოუხდება და მეტი ფული შემოვა ბიუჯეტში ნამდვილად. ძალიან კარგი აზრი იყო ეგ გამოფენა. ეგ პირველი წელი არ ტარდება, მესამე წელია და რეალურად გვაჩვენებს, რომ რაც მეტი წელი ვიღებთ აქ მონაწილეობას, მეტი შემოსავალი ემატება ქვეყანას. სწორედ როცა ჩაკრულო მოისმინეს, როცა მრავალჟამერი, როცა ნახეს ჩვენი ქორეოგრაფიული დადგმები, იქვე თქვეს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში. ეს უკვე ძალიან დიდი რამ არის. სწორედ ასეთი ტიპის თქვენ ხედავთ ჩვენს პავილიონს. პირველი პავილიონი არის ეს, სადაც ხალხი შემოდის პირდაპირ ხედავს საქართველოს. ეს არის დიდი გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის ცნობადობის კუთხით. საქართველოზე უკვე მეორე დღეა საუბრობს ყველა ჩინელი და საერთაშორისო ვიზიტორები, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახლი აქ საქართველოს ეკუთვნის, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა. მადლობა ნუცა, პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.